რატომ ვხედავთ ან ვერ ვხედავთ სიზმრებს. დღეს ვსაუბრობთ სიზმრების როლსა და მნიშვნელობაზე ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. და რა არის სიზმარი? სიზმარი არის არაცნობიერი ენა, რომელიც ასუფთავებს ფსიქიკას და გვეხმარება გადავამუშავოთ დაფარული კონფლიქტები. ფროიდი ამბობდა, რომ სიზმრები არის სამეფო ბილიკი არაცნობიერისკენ. ყოველ ღამე მიმდინარეობს უხილავი პროცესი, სადაც ფსიქიკა ახარისხებს მოგონებებს, ემოციებს, გრძნობებს და სურვილებს. რისგან შედგება სიზმარი? პირველ რიგში დღის ნარჩენებისგან, ჩახშობილი ემოციების, წარსულის განცდების, გაუცნობიერებელი სურვილებისა და კონფლიქტებისგან. არაცნობიერი გარდაქმნის რეალურ განცდებს სახეშეცვლილ სიმბოლოებად. სიზმრის ელემენტებს აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, რომელიც დაკავშირებულია პიროვნების აღქმასა და შინაგან განცდებთან. მნიშვნელოვანია გავიგოთ და გვესმოდეს, რომ სიზმრებს არ აქვთ უნივერსალური ლექსიკონი. თქვენი სიზმარი არის დაშიფრული გზავნილი, რომელიც მხოლოდ თქვენ გესმით, რადგან სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა სიმბოლო, სხვადასხვა დატვირთვა აქვს. და როგორ შეიძლება განმარტოთ სიზმარი? გაიხსენეთ დეტალები. ვინ იყო სიზმარში, სად იყავით, რა ემოცია ჰქონდათ? დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები. რა ასოციაციები იწვევს ესა თუ ის ფრაგმენტი თქვენში? მაგალითად, თუ სიზმარში დაიკარგეთ უცხო ქალაქში, კითხეთ საკუთარ თავს რეალურ ცხოვრებაში, სად გრძნობთ თავს ასე დაკარგულად, სად გაქვთ იგივე ემოცია და დაუკავშირეთ აწმყოს. სიზმრები ხშირად საუბრობენ იმაზე, რაც გვაწუხებს ახლა, მაგრამ შეფარვით ფორმაში. მოვიყვანოთ მათ მარტივი მაგალითი. თუ გესიზმრებათ მატარებელი, რომელიც არ ჩერდება თქვენს სადგურზე, ეს შეიძლება ასახავდეს ფოთვას, რომ ცხოვრებაში რაღაცეები ხდება, თუმცა თქვენი ნების გარეშე თქვენ არ ხართ ჩართული და ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ. რატომ არ გვახსოვს ხოლმე სიზმრები, ან რატომ გვაქვს შეგრძნება, რომ მათ ვერ ვხედავთ? ზოგჯერ არაცნობიერი არ არის მზად გახსნას გარკვეული განცდები, რადგან ადამიანისთვის ეს შეიძლება ტრამული იყოს. ეს ხშირად ხდება, როდესაც ჩვენ ვახშობთ ემოციებს, ან გვეშინია და გავურბივართ იმას, რაც შეიძლება იყოს ჩვენი სიზმრის სიუჟეტი. სიზმარი არის დიალოგი საკუთარ თავთან და ჩვენი სიზმრების გაგება ნიშნავს საკუთარი თავის უკეთ გაგებას, რაც გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ფარული განცდები და ვიცხოვოთ უფრო გაცნობიერებულად. თქვენ რამდენად ხშირად ხედავთ სიზმრებს? დამიწერეთ კომენტარებში და ნახვამდის.